სტუდენტების გარიცხვის პროცესი, დაჯარიმებულები, დაკავებულები და პროცესები, სადაც არც ერთ მოთხოვნას დაცვის მხარისას არ ითვალისწინებს სასამართლო. რას ვუყურებთ რეალურად სამართლებრივ ენაზე, რა ქვია, რასაც ჩვენ ვუყურებთ ქვეყანაში? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. ძალიან სავალალო ფაქტია სტუდენტების გარიცხვა თეატრალური უნივერსიტეტიდან სრულიად წარმოუდგენელი ვიტყოდი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ გარკვეული დისკრიმინაციულია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ისინი თავის პროტესტს გამოხატავდნენ, თქვათ იქნებოდა ეს პოლიტიკური ნიშნით თუ სხვა ნიშნით, მაგრამ გარიცხო უნივერსიტეტიდან სტუდენტი ისე რომ მისი აზრი არ იქნეს მოსმენილი ამ საკითხზე და არ ჩატარდეს სათანადო წარმოება, რომელსაც ითვალისწინებს თუ არა უნივერსიტეტის დებულება და წესდება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ აქ მნიშვნელოვანია თავად უნივერსიტეტის სტუდენტის უფლებები, ამდენად ნებისმიერი სტუდენტი სანამ გაირიცხება უნივერსიტეტიდან, მის მიმართ გარკვეული წარმოება უნდა ჩატარდეს და აი ეს წარმოება არ არის ჩატარებული, რაღაცა გარკვეული სამაგიეროს გადახდას წარმოადგენს და კარგად ჩანს, რომ უნივერსიტეტი მოქმედებს არა როგორც დამოუკიდებელი ავტონომიური ერთეული ამ შემთხვევაში, როგორც უნდა მოქმედებდეს უნივერსიტეტი და როგორც ითვალისწინებს უნივერსიტეტების წესდება და კონსტიტუცია ამას, არამედ მოქმედებს როგორც პოლიტიკური ერთეული, ქართული ოცნების პოლიტიკის გამტარებელი უკვე თითოეულ ინდივიდუალურ სტუდენტთან მიმართებით და ეს ძალიან საფრთხის მატარებელია. მე მინდა მოუწოდო, რა თქმა უნდა, თავად უნივერსიტეტს, რომ მან ეს გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს, იმიტომ რომ ეს არის აშკარა დარღვევა ადამიანის უფლებების და ბუნებრივია დარღვევა ყოველთვის გულისხმობს კანონს საწინააღმდეგო მოქმედებას, ეწინააღმდეგება კანონსაც და კონსტიტუციასაც, რა თქმა უნდა, ასეთი მოქმედება. და ეს მე დარწმუნებული ვარ, რომ სტუდენტები ამას გაასაჩივრებენ და საზოგადოებაც გვერდში დაუდგება აი ამ გარიცხულ სტუდენტებს. აი ქალბატონ მაია, სასამართლო პროცესები, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ ჩვენ და გიორგი ჩიკვაიძის ძალიან საინტერესო საქმე, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, რასაც ვხედავთ, ხო? სუსის ჩასაფრება, დევნა, სახლში შეჭრა, ამსახველი ვიდეო მასალები ვნახეთ. რა ქვია სამართლებრივ ენაზე ამ ყველაფერს, რეალურად ეს არის თუ არა ტერორი ადამიანების პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, ხელმძღვანელობის დაკვეთით და ჩადის თუ არა რეჟიმი დანაშაულს, როდესაც აი დევნაზე ვსაუბრობთ. ფასდება თუ არა ეს ყველაფერი დევნად? ძალიან საოცარი იყო ეს კადრები, რაც ალბათ ყველამ ვიხილეთ, ხო? რაც გავცელდა. ბუნებრივ ეს არის ტერორის და ზეწოლის ერთ-ერთი ფუნქცია ადამიანზე, ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინონ. სამწუხაროა, რომ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა ასეთი მეთოდი აირჩია, ვთქვათ, თუ კი პირის მიმართ უნდა რომ გარკვეული თვალთვალი განახორციელოს, რომ აი ასეთი ფორმით აკეთებს ამას, რომ მისი მიზანია ასეთი ახლო, როდესაც მიდის სათვალთვალო ობიექტთან შესაბამისი პირი. ეს უკვე იმას გულისხმობს და აჩვენებს საკუთარ თავს, გულისხმობს, რომ მასზე უნდა მოახდინოს ფსიქოლოგიური ტერორი და ფსიქოლოგიურად გატეხოს ეს ადამიანი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ გიორგი საკმაოდ ყოველ შემთხვევაში მკიცე ხასიათს ავლენს. გარდა იმისა, რომ სამართლებრივად ჭირდება ამას სასამართლოს თანხმობა და სავარაუდოდ არ აქვს, თორე ყველა შემთხვევაში იტყოდნენ ამის შესახებ თვალთვალთან დაკავშირებით და გარდა ამისა იქ ერთი ვიდეო იყო, სადაც ჩანდა, რომ მის სახლში შესვლას აპირებდნენ აი იმ სატელეფონო საუბრის შემდეგ, რაც ასევე ნიშნავს, რომ უკანონო მოსმენა ხდება მასზე, რაც ასევე დარღვევა არის პირდაპირ მოქმედი კანონმდებლობის და ამ პირის უფლებების. ანუ მრავალმხრივი დარღვევა არის ამ პირთან მიმართებით. გარდა ამისა, უსაფრთხოების სამსახური იმაზე უფრო იმ მეთოდებს იყენებს, თუ კი ვთქვათ, მას რაიმე ოპერატიული ინფორმაციის მოძიება უნდა და ასეთი ჯერ არ გამოვლენილა წინააღმდეგ შემთხვევაში
ამას ქართულ ოცნებას ვერ დაასწრებდა, რომ ზედაპირზე ამოეტანა. ამდენად აი ამ პირის მიმართ ბუნებრივია დარღვეულია საკანონმდებლო ნორმები. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ გამოვიდნენ და თქვან, მაგრამ აქ ნახეთ როგორი ამ პირთან სასამართლო საქმის წარმოება მიმდინარეობს და იმ საქმის წარმოების ფარგლებში ყველა მტკიცებულება არის წარმოდგენილი და მტკიცებულებების გამოკვლევა და აი იმ ფარგლებში უნდა მოახდინოს სასამართლომ საქმის განხილვა, რაც პროკურატურამ წარუდგინა. ახალი ბრალდება ან ახალი რაღაცა საქმის გარემოებები ამ პირის მიმართ არ არის, ამიტომ ყველა შემთხვევაში რაც ზედაპირზე ჩანს, დასტურდება, რომ ამ პირის მიმართ მიმდინარეობს უკანონო დევნა, უკანონო თვალთვალი და მიზნად ისახავს მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის და ტერორის განხორციელებას, რაც ასევე შეიძლება თუ კი ვთქვათ, საქმის ფაქტობრივ გარემოებებს გავითვალისწინებთ წამებადაც და არასათანადო მოპყრობად შეფასდეს ადამიანის მიმართ, რომლის მიმართ ისედაც მიმდინარეობს სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის წარმოება. კი ბატონო, მადლობა. უნდა დავასრულოთ, თუმცა ერთი წინადადებით მინდა რომ შევიფასოთ, რა როლი აქვს ამ ტერორში სასამართლოს და მოსამართლეებს? განსაკუთრებული როლი აქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაც პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ რაც ამ წუთში ჩვენს ქვეყანაში ხდება, მათ შორის ის, რომ ახალი არჩევნების დანიშვნას ვითხოვთ, მათ შორის ის, რომ თავის დროზე არჩევნები არაკონსტიტუციურობა არ გამოცხადდა, საერთო სასამართლოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ბათილობა არ მოახდინეს, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად არ ცნო, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების ნეგატიური როლი აქ არის უდიდესი. აი ამ სწორედ ახალი არჩევნებთან მიმართები და ჩვენ აი ამ მდგომარეობაში ვართ და აი ეხლა ამ ხელა პროტესტია და ქვეყანა ვერ ვითარდება. ეს არის სწორედ სასამართლო ხელისუფლების ბრალი და მისი პრობლემა. მადლობა ვუსმენდით მაია კოპალეიშვილს, ასეთი იყო დღის ამბები 4-ზე, ჩვენ ერთმანეთს უკვე 6-ზე შევხვდებით. მადლობა.